საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირველ რიგში არც ერთი სისხლისამართლის საქმისთვის არ არის საკმარისი, იმიტომ რომ არსებობს სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული მტკიცებულებები. მაგრამ გააჩნია დანაშაულსაც, როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაცა წვრილმან დანაშაულზე საუბარი, შეიძლება შედარებით დაბალი იყოს სტანდარტი მტკიცებულებების, მაგრამ როდესაც ასეთ დანაშაულზე ვსაუბრობთ, როცა ჯგუფზე ვსაუბრობთ, როცა არაკონკრეტული პიროვნების მოქმედებაზე, არამედ გააზრებულ მოქმედებაზე ვსაუბრობთ და ჯგუფის მიერ, აქ კიდევ უფრო მაღალია სტანდარტი მტკიცებულებების, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროკურატურამ. თავარი მტკიცებულება, რაც აქვს, აქ არის კონკრეტული პოლიციელების ჩვენებები და ამ პოლიციელების დაზიანებები. მე შეუძლებელია შევიდე შინაარსში ამ პიროვნებების დაზიანებების და ვთქვა, რომ მათ დაზიანება მიიღეს ან არ მიიღეს, როდესაც არ დასტურდება ანდრო ჭიჭინაძეს რაიმე სახის მოქმედება და კავშირი ამ პოლიციელებთან. თითოეულ გამოკითხვაში წერია, რომ მე ვერ დავინახე, ვინ მესროლა კონკრეტული ნივთი. მე როგორც მაგალითად სხვა საქმეების ადვოკატსაც მე შემიძლია დავჯდე და სახელობითად ჩამოვთვალო ყველა ის ჟურნალისტი, ყველა ის აქტივისტი და ყველა ის პიროვნება, რომელმაც მართლა მიიღო დაზიანება და მიიღო დაზიანება სპეცსაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ძალადობის შედეგად. და ამის საპერწონედ პროკურატურა ვერ ჯდება და ვერ გვეუბნება, რომ იცით რა, ანდრო ჭიჭინაძემ განახორციელა ესა და ეს მოქმედება და ამ მოქმედებით ეს პიროვნება დააზიანა, რომელიც ამბობს, რომ მე ანდრო ჭიჭინაძემ დამაზიანა. ჩაყრილი არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს მტკიცებულებები საქმეში, მათ შორის არ ვიცი დღეს რომ თქვენ გაიაროთ რუსთაველზე და ნახოთ ამოგდებული ქვა, რაღაც ფილა გადავარდნილი, რაღაც ჯაჭვი ჩამოვარდნილი, ეს ყველა ფოტო და მტკიცებულება ჩაყრილი არის ამ ბიჭების საქმეში, რაც არ ვიცი, არა მარტო რუსთაველზე, ნებისმიერ ადგილას რომ გაიაროთ დიღომში, ვარკეთილში თუ ასე შემდგომ, ყველგან იქნება ამოვარდნილი ფილა, სამწუხაროდ ეს არ უნდა იყოს, მაგრამ იქნება, ჯაჭვიც ყველგან იქნება ჩამოვარდნილი და მით უმეტეს ისეთ ადგილას, სადაც აქციები იმართებოდა და მით უმეტეს ისეთ ადგილას, სადაც ყველამ ნახეთ რას აკეთებდა სპეცრაზმი. მე მგონია რომ ამ რეალობაში ალბათ ობიექტურად აქვთ იმის ვარაუდი, რომ არ ჭირდებათ არანაირი მტკიცებულება, როდესაც საქმე მიაქვს სასამართლოში. იქ ვინც მოსამართლე დახვდება, ნოტარიუსის ფუნქციას შეასრულებს და იმას დაუდასტურებს, რაც უნდა პროკურატურას.